მასწავლებლთა სასერტიფიკაციო გამოცდა მათემატიკაში 2026 წელი ამოცანა ნომერი 10. ქვემოთ მოცემული ცხრილებით სამ ელემენტიან A, B, C სიმრავლეში განსაზღვრულია დიეზი და ფიფქი ოპერაციებიო და ჩვენი მიზანია ვიპოვოთ ამ სიმრავლის ყველა იმ X ელემენტისაგან შედგენილი სიმრავლე, რომლებისთვისაც სამართლიანია შემდეგი ტოლობა. ესე იგი, გვაქვს შემდეგი ტოლობა C დიეზი X ფიფქი უდრის C-ს. ეს ტოლობა უნდა შეგვისრულდეს. ახლა მოდი განვიხილოთ თავად თითოეული მათგანი. პირობითად პირველ შემთხვევაში თუ პირველ შემთხვევაში X უდრის A-ს, ხო? მაშინ აქედან C დიეზი X-ის მაგივრად უნდა ჩავსვათ A, ნუ ტოლი იქნება, შევხედოთ, რისი ტოლი იქნება, აი ამ ნახას, აი ამას დავაკვირდეთ. C და A-ს დიეზი ოპერაცია მოგცემს, C არის აგერ და A არის აგერ. ნუ გადაკვეთა სადაც არის, აი C-ს გვაძლევს. ესე იგი C მივიღეთ და შემდეგ რასაც მივიღებთ, იმას თუ გავამრავლებთ აგერ B-ზე, გამოგვჭა ახლა, ასე. ეხლა ჩვენ გვაინტერესებს ეს თვითონ ეს მივიღეთ C-ს ტოლი. ეხლა ჩვენ გვაინტერესებს C ფიფქი B-რას გვაძლევს. C ფიფქი გვაძლევს, B გვაძლევს, C არის აგერ, B არის აგერ. გადაკვეთაში ისევ C მივიღეთ. ანუ შესაბამისად X-ი შეიძლება 100 ტოლი იყოს, ეს დავადგინეთ. კი ბატონო, ძალიან კარგი. ეხლა მოდი განვიხილოთ ეხლა მეორე შემთხვევა. მეორე შემთხვევაში მოდით X-ი იყოს, X-ი ტოლი იყოს B-სი. მაშინ აქედან C დიეზი B, X-ის მაგივრად უნდა ჩავსვათ, კიდე ფიფქი B, ეს ტოლი იქნება C, მოდი შევხედოთ ეხლა C ამ ნახაზი ცხრილიდან C B-რის ტოლი იქნება, C არის აგერ და B არის აგერ. აჰა, გადაკვეთაზე ჩვენ ვიღებთ, როგორც ხედავთ, აი ამ A-ს. ესე იგი, აი ეს მივიღეთ A და გვრჩება ესე იგი A ფიფქი B, რომელიც ტოლი არის A ფიფქი B, A არის აგერ და B არის აგერ. აჰა, ესეც C-ს გვიბრუნებს, ნახეთ, ტოლობაში. ესე იგი, ესეც სამართლიანი X-ი B-ს ტოლით შეიძლება იყოს, ესეც დავადგინეთ. ეხლა მესამეც ვნახოთ აბა, X-ი თუ C არის, მესამე მე აქ დავწეროთ, მესამე X-ი იყოს, მოდით C-ს ტოლი ახლა. ამ შემთხვევაში რა გამოგვივა, ჩვენ გვექნება აი ეს რო გადავწეროთ C-სთვის, ესე იგი C დიეზი C გვექნება, ფიფქი B, ეს ტოლი იქნება C დიეზი C-რის ტოლია, C არის აგერ, ეს არის აგერ. ესე იგი C-ს ტოლია ეს, ისევ C-ს გვიბრუნებს და ფიფქი B გვრჩება აგერ, ეს ტოლი იქნება C ფიფქი B რა იქნება, C არის აგერ და B არის აგერ. აჰა, ესეც აი აქ არის ეს. აი ეს მივიღეთ, ხო? C მივიღეთ ისევ, ესე იგი X უდრის C-ს აკმაყოფილებს. შესაბამისად, იმ ელემენტისაგან შედგენილი სიმრავლე, რომლებისთვისაც სამართლიანია ეს ტოლობა, ეს იქნება, დავწეროთ რა სიმრავლე იქნება. ეს იქნება A-ც, B-ც და C-ც. ასე რომ, როგორც ხედავთ, პასუხი გამოგვდის G.